ბავშვობა ომიანობის პერიოდს დაემთხვა. თბილისი გადატვირთული იყო დაჭრილი მეომრებით, რომელთა უმრავლესობა შავი ზღვის ფლოტის მეზღვაურები იყვნენ. 1946 წელს ქალაქის სპორტ კომიტეტმა საბჭოთა კავშირში პირველი და ერთადერთი მისი მშობლიური 35 საფეხბურთო სკოლა გახსნა. თავად დინამოს სტადიონთან ცხოვრობდა და უამრავ დროს ატარებდა სტადიონზე, თუმცა კარგი მონაცემების მიუხედავად, მაინც სამხედრო საზღვაო განათლების მიღება გადაწყვიტა. ალექსანდრე ჯავახიშვილი 1932 წლის 18 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1952 წელს წარჩინებით დაამთავრა ქალაქ თბილისის 35 საფეხბურთო სკოლა. 1957 წელს კი ბაქოს სამხედრო საზღვაო სასწავლებელი. მომდევნო წლებში კიდევ 3 უმაღლესი სასწავლებელი, მათ შორის ლენინგრადის სამხედრო საზღვაო აკადემია დაასრულა. წლების განმავლობაში მსახურობდა ჩრდილოეთის ფლოტში, სადაც ლეიტენანტობიდან გემის კაპიტნობამდე ყველა საფეხური გაიარა. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, კონტრადმირალ ალექსანდრე ჯავახიშვილს კარგად იცნობდა და მეგობრობდა პირველი რანგის კაპიტანი, საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი ლევან ბაქრაძე, რომელსაც მასზე წარსულში საუბარი უჭირს. ალექსანდრე ჯავახიშვილი, იგივე ბატონი საშა, ალექსანდრე დავიდისძე ჯავახიშვილი. ადამიანი საზღვაო წყალქვეშა საბჭოთა კავშირის და სოფლიო ისტორიის, საზღვაო ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ადამიანი, რომელიც ქართველი მეზღვაურის, ისე რომ ვთქვათ, სახე იყო. როცა დაარსდა თბილისში ნახვიმოვის სახელობის სასწავლებელი, აი დღევანდელი კადეტთა კორპუსის, ვთქვათ, ტოლი, ხო? ლიცეუმის, სამხედრო ლიცეუმის, აი მისი პირველი ნაკადი, რომელიც იყო 1953 წელს აყვანილი, აი ჩათვალეთ, რომ 53 წლიდან მსახურობდა ადამიანი და 97-ში დაითხოვეს საქართველოს შეიარაღებული ძალებით. ალექსანდრე ჯავახიშვილი საბჭოთა კავშირის დროს ატომური სტრატეგიული წყალქვეშა ნავის პირველი მეთაური გახლდათ, რომელმაც 1962 წელს საბჭოთა წყალქვეშა ხომალდით ბალისტიკურ სარაკეტო წყალქვეშა ატომური კრეისერით დედამიწას გარშემო შემოუარა. გრიფით საიდუმლო ოპერაცია ამავე წლის 17 იანვარს დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდა. გასაგები მიზეზების გამო იმ პერიოდში ამ თემაზე საუბარი აკრძალული იყო. საბჭოთა კავშირის სხვადასხვა საზღვაო ფლოტში მან 38 წელი იმსახურა. ატომური წყალქვეშა ნავები ეს უკვე სხვა დონეა, როგორც ყველა წყალქვეშა ნავის ოფიცერს ვცემ პატივს და ვინც მსახურობდა წყალქვეშა ნავებზე, უბრალოდ იმიტომ, რომ აი ძალიან დიდი სულისკვეთების ადამიანები არიან და ჯავახიშვილზე განსაკუთრებით რას ვიტყვი, ადამიანი, რომელიც სიცოცხლეში გახდა ლეგენდა წყალქვეშა ნავების ოფიცრების შორის. და სხვათა შორის არა მარტო საბჭოთა კავშირში, მაგას ძალიან კარგად იცნობდნენ ნატოში, ამერიკაში და ესე შემდეგ. ადამიანი, რომელიც მსოფლიოს შემოუარა ატომური წყალქვეშა ნავი წყალქვეშ და პრაქტიკულად მაგელანის მარშრუტი გაიმეორა, რა ვთქვათ, ჩრდილოეთში ჩაიყვინთა და წყნარ ოკეანეში ამოყვინთა, ისე რომ ვერც ერთმა ამერიკულის დაზვერვის ხომალდმა ვერ აღმოაჩინა. სხვათა შორის ბევრმა არ იცის, გაგარინი იყო ჩამოსული ბალტიის ფლოტზე და 2 დღით გაიყვანეს ზღვაში წყალქვეშა ნავით. ამან გამოვიდა წყალქვეშა ნავიდან, იცით რა თქვა? არ მინდა უკიდე ერთხელ კოსმოსში გავფრინდები. ოღონდ წყალქვეშა ნავში აღარ ჩავა. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანი გამოვიდა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანიდან, მურმანსკიდან, გადალახა მთლიანად ატლანტიკის ოკეანე, დრეიკის სრუტე, სამხრეთ ამერიკის ბოლო ნაწილია, ესე რომ ვთქვა და წყალზე და ხომალდებისათვისაც ყველაზე ძნელად გასავლელი ადგილია მსოფლიოში ითვლება.
და იქ წყალქვეშანავით გავიდა ადამიანი და გადალახა წყნარი ოკეანე და მოვიდა კამჩატკაზე. ანუ მსოფლიოს მთლიანად თუ არ შეუარა, მაგრამ მანძილის მიხედვით ისია, ხო? და ვერც აღმოაჩინეს, იმიტომ რომ ჩრდილოეთში მაგალითად არის ესეთი სისტემა SOSUS, ეს ამერიკელებმა, ევროპელებმა დაამონტაჟეს თავის დროზე საბჭოთა კავშირის წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად. ეს აკუსტიკური სისტემა. სადაზვერო. აი ამ სისტემას ვერაფერი რეაგირება ვერ მოახდინა, ესე გაეყვანა წყალქვეშა ნავი. ამიტომ ამას ქვია უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი. რაც ქვია ამერიკას, ეხლა მე პირველად რო ჩავედი, სხვათა შორის ბატონ დათო თევზაძეს და ბატონ ვარდიკო ნადებაიძეს დამსახურება, ეს იყო პირველი კონტაქტები საქართველოს ოფიცრების, მაშინ აი ნატოს ქვეყნებთან, შეერთებულ შტატების საზღვაო ძალებთან და ჩვენ ჩამოვედით ამერიკაში და მაშინ მე ვთხოვე რომ აი თუ შეიძლება მეთქი ლოს-ანჯელესის ტიპის წყალქვეშა მინდა ვნახო და გამიყვანეს ბაზაში ბატონ რუჟი იყო ეს ბალტიმორა წყალქვეშა ნავი და მე თავს ველაპარაკეთ მე გავედით შტაბში და იქ დაველაპარაკე ოფიცრებს ხო ვიცნობ ესეთ პიროვნებასო ძალიან საამაყლო თქვენ აი მაგაცა მსახურობთ და რაღაცას მაგისგან სწავლობთ შედიოდა სოფლიოს თქვა მაშინ ატომური წყალქვეშა ნავების სათეულში ეკიპაჟი არის ოჯახი არავის არ აქვს ესეთი თანასწორება სიკვდილის წინ როგორც წყალქვეშა ნავის ეკიპაჟს სადაც ან ყველა გადარჩება ან ყველა დაიღუპება ამიტომ აი თქვა წყალზე და ხომალდები ხო იძირება იქ შეიძლება ნახევარი ეკიპაჟი გადარჩეს ნახევარი დაიღუპოს ან თქვა 1/3 წყალქვეშა ნავზე ესეთი შანსი პრაქტიკულად არ აქვს ერთი შეცდომის გამო რიგითის ოფიცრის ზენდეგის უბრალოდ აი არახარ ხასიათზე ხო ხასიათზე რო არახარ არავის ეს არ აინტერესებს იმიტომ რომ შენი სმენა გაქვს შენი მორიგეობის დრო და უნდა ნერვებიც მოითოკო და ხოლმე გაიღიმო იქ სადაც საღიმებელი არაფერი არ გაქვს უფრო შეიძლება სატირალი იყოს მაგრამ უნდა აიყვანო საკუთარი თავი ხელში ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა მით უმეტეს ერთ და იგივე ოფიცრებთან აი ვთქვათ ეკიპაჟი არის გაყოფილი სამ სმენად სამი მორიგეობა ხო შენ გიწევს 24 საათის განმავლობაში 8 საათი მორიგეობა 4 საათი მორიგეობ 8 საათი ისვენებ კიდე 4 საათი მე მაგალითად მქონდა 0-დან 4 დილის 4 საათამდე მე ვისვენებდი და მე კიდე 4 საათი ამიგეთ და აი ესეთი სამი და ერთი იგივე სახეებს ხედავ ერთი დაგივე დროს ჭამს ვაუ მე დღესაც აი შვილი მეხუმრება ხოლმე მამი 0-დან 4 საათამდე რატო არ აგძინავს არ შემიძლია თვითონ ორგანიზმი გადაეჩვია მაგას ვაუ სახში მორიგე ამის საათებში ამერიკაში მაგალითად ჩვენ ხშირად გვეულაპარაკებიან საბჭოთა კავშირის დამსახურებელ ოფიცრებს თქვენ არა ხართ ნორმალურები ჩვენთან 2 თვეზე მეც წყალქვეშა ნავის ზღვაში ეს არის აბსურდიო და თქვენთან 3-4 თვე შეგიხართ არა ხართ ნორმალურები 1989 წლის აპრილში რუსეთში ხანგრძლივი სამსახურის შემდეგ ალექსანდრე ჯავახიშვილი საქართველოში დაბრუნდა, რათა დარჩენილი წლები სამშობლოს სამსახურში გაეტარებინა. ამ დროს 57 წლის კონტრადმირალის სამუშაო გამოცდილება 45 წელს შეადგენდა. მან აქტიური მუშაობა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალების შესაქმნელად დაიწყო. გახდა მისი პირველი სარდალი და პირველი კონტრადმირალი. 114 დღის განმავლობაში მონაწილეობდა აფხაზეთის ომის საბრძოლო ოპერაციებში. ეს სახელმწიფოს ტრაგედია, ომი და მით უმეტეს სამოქალაქო. აფხაზეთში მოხდა სამოქალაქო ომი. აფხაზეთი იყო ამით ყველაზე ძნელი, რატო? იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად მოჭრილები ვიყავით, ესე ვთქვათ, კანონიერი და უკანონო ჯარი, პრაქტიკულად ან საჰაერო მიმოსვლით ხდებოდა ჯარის მომარაგება, ან საზღვაო ძალებიც. ანუ ხომალდებით გადაყვანა სჭირდებოდა აფხაზეთში.
იქიდანაც სჭირდებოდა დაჭრილების გამოყვანა, ჩამოწერილი შეიარაღების გამოტანა. ამას ხო ვიღაცა დაყვება ხალხი, ხო? და აი ვთქვათ, ტომიშის ბრძოლა, ტამიშის შემდეგ აი ბოლო შეტევა სოხუმზე ძალიან ბევრი ტოლვილია, ხო? ეხლა წარმოგიდგენიათ 300-1000 გამოვიდა კოდორის ხეობიდან, ვინმე მაგას დაისჯერებს, არა. და ძალიან ბევრი გავიდა ან ვთქვათ ზუგდიდით, კი, ან ზღვით. და სად გაყავდა ან ფოთში ან ბათუმში. სხვა გამოსავალი ჩვენ არ აქვს. ამიტომ ჩვენ აი ეს ყველა რეისი ქონდა აღრიცხვაზე. გეტყვით რომ სადაც თუ არ ავწდები 50,000 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა შეძლო საზღვაოძალების სხვადასხვა ხომალდების მეშვეობით. მარტო საწვავზე აღარ ვლაპარაკ. გაგრიდან გამოიყვანა 180 კაცი, აი წყალქვეშა ფრთების ხომალდები რო არის. ხო გახსოვთ კომეტები, რადუგები და ეს შემდეგ. ნუ ეს მაპატიეთ და საერთოდ თვითკვლელობის ადამიანი ჩაიცვა რუსული ფორმა, ჩაიცვა ეს ჩამოკიდა ეს პისტოლეტი, ჩავიდა გაგრაში. პირზე ხვდება 3 პოლიციელი ავტომატებით შეიარაღებული. შემოვიდა კაპიტანი ხომალდი მიება იმას და ჩამოდის და აბა აქ სად არიან აქ ქართველები ტოლვილები ბეჟინსი თქვენ ინახართ. პირველი რანგის კაპიტანი ჯავახიშვილი დაურეკეთ უკასატონოს, მაშინ კასატონოვი იყო შავი ზღვის ფლოტის სარდალი. და ჯავახიშვილი და კასატონოვი დიდხანს მსახურობდნენ ერთად, ამიტომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. კასატონოვს დაურეკეთ და გაარკვიეთ ვინა ვარ მე. დავაი ქართველები მოიყვანეთ. მოიყვანეს 180 ადამიანი. ხომალდი ძლივს გავიდა ფრთაზე და გავიდნენ. გადაარჩინა პრაქტიკულად ჩვენ ხომალდებით შეყვავდა პირადი შემადგენლობა, გაყვავდა ტვირთები შემოყვავდა, გაყვავდა დაღუპულები, დაჭრილები, ტოლვილები, დევნილები, თან სამჯერ თუ ორჯერ გავიყვანით, შევიყვანით. საერთო ჯარში სადღაც 53,000-მდე იყო. 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა სასაზღვრო სანაპირო დაცვის ჩამოყალიბებას. 2000 წლიდან საზღვაო ოფიცრების მომზადებას დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ სამხედრო აკადემიაში, სადაც პრორექტორის თანამდებობა ეკავა. მისი დაარსებულია აკადემიის სამხედრო საზღვაო ფაკულტეტი. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საზღვაო ტერმინოლოგიისა და სამხედრო საზღვაო დოკუმენტაციის ქართულ ენაზე მომზადებაში. მაშინ აი პირველი ნაკადი 50 ბავშვი ავიყვანეთ, 25 გემწამყვანი, 25 ელექტრომექანიკოსი და შეიარაღების სპეციალისტი. და დაიწყეს მაგეთი მომზადება. ჩვენ მაშინ ჩამოვაყალიბეთ სამხედრო კათედრაც და სამოქალაქო პერსონალი, ვინცაც აი სამოქალაქო ხომალდებისთვის ასწავლებს, გადიოდა ამ კათედრას, სამხედრო კათედრას ჩვენთან. სხვათა შორის აი ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა თურქეთის საზღვაო ძალების სარდლობასთან და საბერძნეთის საზღვაო ძალების სარდლობასთან. სამხედრო ატაშე საბერძნეთის მოვიდა პატრონ საშასთან. აი პირველი რა გინდა თუ დაგეხმაროთ. პირველი რა მაშინ კომპიუტერები ახალი ხილი იყო. ჩვენ გვჭირდებაო ფორმაო და აკადემიისთვის გვჭირდებაო საკომპიუტერო კლასი. ეს იყო საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საკომპიუტერო კლასი. ჩვენ ეს ყველაფერი ხო არ გვჭირდებოდა და არც აქ გქონდა, ხო? ამიტომ ჩვენ გვჭირდებოდა საკუთარი სახელმძღვანელოების გაკეთება. მაგრამ არის სახელმძღვანელოები, რომელიც საერთაშორისო არის. მაგალითად არის ესეთი სახელმძღვანელოები, როგორც საზღვაო უსაფრთხოების, საზღვაო კანონმდებლობა და ეს ყველაფერი გახდა სათარგმნი, იმიტომ რომ იყო ან რუსულად, ან ინგლისურად. ეს ყველაფერი გახდა საძებნელი. მე მაგალითად 91-ში რომ ჩამოვედი, პირველი რაც მივადექი ბატონ საშას, ერთი რაც ვთხოვა, ლევანი ერთი წელი უნდა მოითმინო დაბრუნდიო რუსეთშიო, ჩვენ გჭირდება საბუთებიო, არა გვაქვს არაფერიო. წავედი რაღაცეები გავრისკე, იმიტომ რომ
ეს საბუთები იყოს საიდუმლო ან სრულიად საიდუმლო და პრაქტიკულად მოვიპარე. ჩამოვიტანე საქართველოში. ზღვაში გასვლამდე მუდამ აუცილებელია რეგულარული სამედიცინო შემოწმების გავლა. წესის თანახმად შესამოწმებელ პირს სხვადასხვა პროფილის ექიმთა კონსულტაცია utardeba. ჩვენ სამედიცინო დათვალიერებას იწყებდნენ ჩვენზე. აი სასწავლებელში რო ჩააბარებ პირველი დღიდან, ჯერ სასწავლებელში შერჩევისას და უკვე იქ სასწავლებელში ფსიქოლოგიური შერჩევა იყო. ანუ როგორ ეგუები ადამიანებს, როგორ ეგუები თანაგუნდელებს, როგორ ეგუები ოფიცრებს, ზემდეგებს. რომ მოდიხარ წყალქვეშანავებზე, ტესტებს აბარებდი, აი ეკიპაჟთან შერწყმას როგორ გადიხარ და რატო? იმიტომ რომ 3-4 თვე რო ხარ წყალქვეშა ნავში და უყურებ ერთი და იგივე სახეებს ყოველ დღე წყალზე ვით არ ამოდიხარ. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს. მაგალითად ჩემთან იყო ესეთი შემთხვევა, გადავედით წყალქვეშა მდგომარეობაში და ერთ-ერთ ჯარისკაცს რიგით მეზღვაურს დაემართა ვთქვათ პრისტუპი, თურმე აქ კლაუსტროფობია და წყალქვეშ რო გადავით, მაშინ დაემართა, რომ დაიკეტა, საჰაერსიც იძულებით ვიყავით, ამოვიდა და ვერტყენით მოხდეს. ბავშვი შეივიცვალეს. ჩვენ გავდიოდით სამედიცინო შემოწმებას ზღვაში გასვლის წინ ყოველთვის, ზღვიდან დაბრუნებისას და იყო ესეთი კიდე წელიწადში 29 დღე იყო პანსიონატი სპეციალური, სადაც იმის გარდა რომ ჩვენ ვისვენებდით, ჩვენ კიდე სამედიცინო დათვალიერებას გვიკეთებდნენ. ანუ ყოველ დღე კბილებიდან დაწყებული გული ხო არ აქტივა, ფეხები ხო არ აქტივა, ძვალი როგორ აგარ და ესე შემდეგ. ხო არ დაიმტვრია შემთხვევით რამე. აი ესე დონეზე იყო და სხვათა შორის ძალიან მკაცრი იყო, იმიტომ რომ იყო თქვათ ჩვენთან კამჩატკაზე იყო ესეთი პარატუნკა, სადაც იყო წყალქვეშანავთა ეკიპაჟების დასასვენებელი ცენტრი და შავ ზღვაზე იყო კრასნაია გორკა. აი ესეთი სანატორიუმი და ჩვენ იქ ჩავდიოდით, თუ სურვილი ქონდა პრობლემა არ იყო, ერთხელ წელიწადში გაძლევდნენ თქვათ დასვენების უფლებას 30 დღით. ნუ ელემენტარულად ჯგუტის დადება ჭრილობაზე თქვათ ჩვენ ვიცოდით აი თქვათ წყალქვეშანავი იწვის რა უნდა გააკეთო, დამწრობისას რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა გამოიყვანო, აი ეს პლასმასა რომელიც სახეზე არის, რეზინა, მაღალი სიცხის დღეს ხო იწებება სახეზე, ხო? ესე უბრალოდ მისი აძრობა არ შეიძლება, იმიტომ ტყავთან ერთად გადააძრო პადაკიას. ამიტომ უნდა მოითმინოს შენს და ისაც, რომ პირდაპირ კი არ მოხსნას, ცოტა დაელოდოს, სანამ გაცივდება. ცივი წყლისაც უცებ შესხმა არ შეიძლება, რომ აი ვითომ კარგ საქმეს აკეთებ, ხო, უცებ რომ გაცივდეს. სინამდვილეში ესე არ არის. იმიტომ რომ უცებ იჭმება და შეიძლება წამოაწყოს ტყავი. ვითომ ნიუანსები არის ესეთი პატარება, რა უნდა იცოდე. ჩვენთან იყო სასწავლებელში ესეთი, ყველა საზღვაო სასწავლებელში არის теория устройства живучести корабля. იქ იყო სპეციალური მედიკოსი, რომელიც გიკითხავდა ეს ნიუანსებს. გარდა სამედიცინო შემოწმებისა, საზღვაო ოფიცრებს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას ასწავლიდნენ. თუმცა წყალქვეშა ნავზე ეკიპაჟთან ერთად ყოველთვის იყო სამხედრო ექიმიც. რევაზ ჯიჯეიშვილი ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში სწავლობდა, ფაკულტეტზე, რომელიც სამხედრო ექიმებს წყალქვეშა ხომალდისთვის ამზადებდა. 52 წლის შემდეგაც სამხედრო ექიმი არ ნანობს გადაწყვეტილებას და ბედნიერია, რომ ამ ფაკულტეტზე სწავლის შესაძლებლობა მიეცა. ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობის გამო განვაწესეს მეოთხე ფაკულტეტს. ფაკულტეტზე სწავლობდნენ ყოფილი სოციალური ქვეყნების ყველა წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის შემავალი ქვეყნების წარმომადგენლები, ჩინელები, მათ შორის ჩემი კურსელები არიან. ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ უდიდესი კვლევა ტარდებოდა ყველა პიროვნებისთვის. ჩვენ ფაკულტეტს არ ვიჩვენებთ, ვიხოთ იმისა, რომ სხვადასხვა ფაკულტეტები იყო. სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო,
აი ჯანმრთელობის გაუგებრობის მხრივ ხდებოდა ამ ხალხის ჩაბარებამდე, როცა კიდე აბიტურიენტები ვიყავით, ათასობით კვლევა ტარდებოდა, ათასობით აბიტურიენტზე და უკვე ჩვენ დაუნდებოდა და ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდით, განწესებული ვიყავით, თუ მოხვდებოდით აი ამ ფაკულტეტზე. განსაკუთრებული სწავლის პროცესი იყო. ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტში არსებობდა ეს ფაკულტეტი და ოფიციალურად შეუერთეს და გამოყვეს განსაკუთრებულად წყალქვეშა ხომალდებისთვის სამედიცინო პერსონალის მომზადება. მომზადების დონე იყო ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. ყველა კუთხით გამზადებდნენ და ძირითადი მომზადების დონე იყო ქირურგია, სტომატოლოგია, ნევროლოგია და რადიაციული მედიცინა, რომლის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელი იყო ამ ხომალდზე სამსახური. დაახლოებით 18 სართულიანი შენობის სიმაღლის, 150 მეტრის სიგრძის და 18 მეტრის სიგანის წყალქვეშა ნავს სახელიც განსხვავებული ჰქონდა ოქროს თევზი. საუბარია პროექტ 661-ის ყოფილ ექსპერიმენტულ მაღალსიჩქარიან ბირთვულ წყალქვეშა ნავზე, რომელსაც ამჟამადაც არ აქვს ანალოგი მსოფლიო გემთმშენებლობაში. 70-იან წლებში ნავის მეთაური საბჭოთა კავშირის გმირი, ადმირალი არკადი მიხაილოვსკი იყო. სამხედრო ექიმს გარდა ხომალდის ეკიპაჟის სამედიცინო უზრუნველყოფისა მოუწია წყალქვეშა ნავზე 2 გადაუდებელი ოპერაცია ჩაეტარებინა. მსოფლიო ისტორიაში ასეთი ტიპის ოპერაცია ასეთ პირობებში სულ რამდენიმეა ჩატარებული. მე დამთავრების შემდეგ და მოხვდი ეგრეთ წოდებულ ოქროს თევზის სამედიცინო სამსახურის უფროსი გახდით. წყალქვეშა ხომალდის, რომელიც ისტორიულია დღეს და მუზეუმში დგას პეტერბურგში, 90% ამ ხომალდის სამედიცინო სამსახურის უფროსები საქართველოდან იყო. პერსონალი იყო 120-დან 150 კაცამდე. ვალდებულება იყო, ექიმის დამხმარე იყო მოადგილე პოლიტიკურ დარგში, რომელსაც წვრთნიდნენ სამედიცინო კუთხით, როგორც საოპერაციო მედაცვა და ქიმიური სამსახურის უფროსი. ეს სამი კაცი. ამ პერსონალის სამედიცინო უზრუნველყოფა მეწილად ვხდა 2 აპენდექტომიის ოპერაცია გავაკეთე წყალქვეშა გემზე. ჩემი წელიწადნახევრიანი მოღვაწეობის დროს გადაუდებელი იყო და უნდა გაკეთებული გავაკეთეს. არა ეს გაკეთა წყალქვეშა ხომალდზე, სადაც არის საოპერაციო ბლოკი, არის ჩვეული სამედიცინო პუნქტი, საოპერაციო ბლოკი, თავის ყველა აღჭურვილობით. ამ დროს ხომალდი უნდა ამოვიდეს წყალს ზემოთ, იქ ირღვევა ყველა საიდუმლო და გასაიდუმლო ხომალდის გზა, სადა როგორ დადის, რა არის ეს. არ ჩვენთვის არის ცნობილია მხოლოდ მეთაურისთვის და მისი უფროს თანაშემწეთვის. სხვა აზრი არ არის წყალქვეშა მოძრაობა, მაგრამ როცა ოპერაცია ეკეთება, იძულებული ხდები, რომ ამოვიდეს გემი და შემდეგ ევაკუაცია ეკეთება. ეს გადაუდებელი იყო, თორემ ვალდებულება არ არის, რომ გაკეთდეს. იმიტომ რომ მარტო ხარ რა გართულები მოყვება მას არავინ არ არის. ისტორიაში სულ რამდენიმე შემთხვევაა, თუ მეორე მსოფლიო ომს არ ჩათვლით და ესეთი რაღაცები, სულ ალბათ 2-1000 შემთხვევაა, რომ ოპერაცია გაკეთდა წყალქვეშა ხომალდზე. გარდა ამისა, სამედიცინო მსახურების უფროსის მოვალეობა არის კვების კონტროლი, რადიაციული ფონის კონტროლი, ვინაიდან ეს ატომური წყალქვეშა ხომალდი არის თავის ბალისტიკური რაკეტები, სადაც მსახურობდი 24 ბალისტიკური რაკეტა იყო მას. სპეციალური მომზადება ტარდებოდა, ესე არის თქვა, რომ ჩაიძიროს წყალქვეშა გემი, როგორ უნდა გააკეთო ევაკუაცია, ეს ექიმს ევალებოდა. აი ტორპედოს აპარატია იქედა როგორ გამოდიხა, ბუირების მეთოდს ეძახიან, ამას შეიძლება გაუგებარია ექსპერიმენტები, მაგრამ პერსონალი ამის პრინციპით ამოვიდა, ბუირების პრინციპით, აი თოკი ამოდის წყლიდან და მოყვებით აი ეს მოსწავე. როგორც ხეზე ადიხართ აი ეს, მაგრამ იქ არის სპეციალურად მასავნია თუ რა არის ფილტვის და ბაროტრამა ფილტვის ეს ხდება ყველაფერი, როცა წნევის ცვალებადობა არის. ჩასვლა ამოსვლის დროს იყო როცა ხომალდი ამოდის მაშინ იყო პრობლემები, რომ წნევასთან დაკავშირებით და მაშინ იყო ექიმის ყურადღება ახსოვდა ყველაფერი, ბაროტრამა არ მოსულიყო, ყურები დასეს და რო ახსნაცები და რაღაცა დემარტებოდა.
ხომალდი ოქროს თევზი მსოფლიოში პირველი წყალქვეშა ნავია ტიტანის შენადნობის კორპუსით. მისმა ეკიპაჟმა 1969 წელს განავითარა უპრეცედენტო წყალქვეშა სიჩქარე 44.7 კვანძი გაზომილ მილზე და დღემდე რჩება მიუწვდომელ შედეგად, მათ შორის ამერიკელებისთვის, რომლებიც პერიოდულად რეკორდის გაუმჯობესებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. ეს იყო პირველი ხომალდი მსოფლიო მასშტაბით, რომელმაც გააკეთა წრე და არტყა ყველა ოკეანეს უჩინარის ქუდით, სადაც ჩავიდა წყლის გოგ და მოვიდა იქ. არავის არ მოუგია სადა როგორ იყო. მე სადაც მსახურობდი 650 მეტრის სიღრმეზე ვიყავი წყალქვეშით. 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე როგორ ვთქვათ, ალბათ ძვირადღირებული აღჭურვილთა და აპარატურით. მაგრამ სასწაული რიტუალი იყო წყალქვეშა ხომალდზე, როცა სიღრმეზე ჩადიოდი. რიტუალი იყო, ვინც იყო პირველი თქვათ 100 მეტრას სიღრმეზე, თუნდაც მეთაური ყოფილი ყველა იგრიბებოდა, ესე ყოლბა იყო ჩამოკიდებული, ესე დადიოდა ეს ყოლბა. როცა შენთან მოვიდოდა, მაშინ უნდა გეკოცნა მასზე და შემდეგ აი სუფთა სვის წყალი უნდა შეგესვა ერთი ჩანჩა. ეს ქვია პადრონ ეკრეშენია. სამჯერ გავიარე ეს ისა სხვადასხვა სივრცე დაგაჭა არ აქვს შეიძლება მეთაური იყო კიდათ ეკიპი, კიდათ მეზღვაური. ეს დღესაც დარჩენილია მსოფლიო მასშტაბითაა ეს. წყალქვეშა ხომალდზე სამხედრო ექიმმა რამდენიმე წელი იმსახურა. მალევე სამშობლოში დაბრუნდა და სამხედრო სამედიცინო მიმართულებით არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. კონტრადმირალი ალექსანდრე ჯავახიშვილიც სამუშაო პროცესში გაიცნო. ფოთში აი გარნიზონის სამედიცინო სამსახურის უფროსი გახდით 80-82 წლებში. აი როცა დაბრუნდი წყალქვეშები და 82-84 წლები. იქ გავიცანე ალექსანდრე და დაიწყო ფლოტის შექმნა, მაგრამ ფლოტი რა კადრღები იყო და ერთი ყავდა, ერთი ხომალდი იყო მხოლოდ როგორ ვთქვათ, სასაზღვრო ხომალდი. ეს შემოიფარგლებოდა მთელი ჯარის ისტორია. ალექსანდრე ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო ფლოტში. ფლოტის ისტორიაში, როგორც რუსეთის ცნობადობით, კაცობით ყველაფრით. თორემ ფლოტის გარნიზონი მივიდა მაშინ საბჭოთა კავშირის დროს და ნოვოროსიისკ და ბათუმის ჩათვლით იყო ეს. და ეს ცნობადობა იყო ურთიერთშორის. ბატონ ალექსანდრესთან ერთი კაცი იყო, მხოლოდ სამხედრო განათლებით, რაც ფლოტს ეხება. დანარჩენი იყო სავაჭრო გემების პერსონალი იყო მისი ირგვლივ. პირველი შეხვედრა ბატონ ალექსანდრესთან. კაცი რომელიც დავინახე საზღვაო ფორმით და გავიცანეთ ერთმანეთი. ეს შეიძლება მსახურობდა სააუქციონით რომ ორთავე ვიყავით. აი წყალქვეშა ეპოქის წარმოადგენლები სხვადასხვა დროს და თითქმის ერთ პერიოდში სხვადასხვა ოკეანეში ეს ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის. და მისთვისაც, ხო? ეს აი სულ სხვა კასტა იყო და უდიდესი პატივისცემა იყო წყალქვეშა ოფიცრების მიმართ ყოველთვის. ჩვენ ასწავლული ემბლემა ჰქონდა ეს ფორმა ერთნაირი, მაგრამ შეხედავდნენ სულ სხვა ურთიერთობა იყო. ხალხიდან დაწყებული აქ მოქალაქეები შეხედავდა აპადვოდიკი იდუთ. აი ეს სულ სხვა კასტა დებავ ჯანმრთელობის ხვის, დებავ იბრისკების ხვის, რაც დაკავშირებულია ყველაფერთან. ხო, უდიდესი რადიაციის ფონია, ხო, წყალქვეშაში ესე არ არის ახლა ეს. მაშინ აი ჩვენ ვახსენეთ ის ოქროს თევზი, ესე იყო მაშინ ჩადებული, რომ 24 საათში გენერატორი, რომელიც მუშაობდა წყალქვეშა გემზე, ერთი თვით გაანათებდა ლენინგრადი ფიოდა სამხედრო. ლენინგრადს გაანათებდა ერთი თვით. იმდენი იყო ჩადებული იქ აი ეს ბარაგი, როცა წყალქვეშა იყო ერთი დღის განმავლობაში. სამხედრო ექიმი საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას ყველას უზიარებდა, ვისაც ეს აინტერესებდა. სწორედ რევაზ ჯიჯეიშვილმა ჩამოაყალიბა თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი. განმარტავს, რომ სამხედრო ექიმების მომზადება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა სპეციალობის ადამიანის. მიუხედავად იმისა, რომ ომს ყოველთვის ახლავს მსხვერპლი, სამხედრო ექიმების პროფესიონალიზმი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ამ მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. დანარჩენი კი როგორც სამხედროები ამბობენ, მანევრია. სამხედრო ექიმებისთვის ერთი წამიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. რაც შემეძლო შეგვიძლია ჩამოვაყალიბეთ ქართული სამხედრო მედიცინა საქართველოში და მე ვამაყობ დღესაც ამით რომ ამედიცინის სათავეში ვიყავი და ჩემ თანამოაზრებთან ერთად საუცხო მედიცინაში იქნა.
ჩვენ შევქმნით სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი. ფაკულტეტი, რომელიც გაიხსნა ომის შემდგომ 93 წელს და იარსება 2000 წლამდე პირველი გამოშვება ჩავატარეთ, როცა შეიცვალა ხელისუფლება ბატონი მიხეილ სააკაშვილის დროს ეს ფაკულტეტი გაუქმებული იქნა. დღეს არ არსებობს და სამხედრო ექიმთა მომზადება არ ხდება საქართველოში. ჩვენი გამოცდილება 97 წელს ჩვენ გერმანიაში ვიმყოფებოდით და ევაკუაციის საკითხები, რაც ომში გაკეთდა ჩვენს მიერ საქართველოში. ეს იქ სასწავლო წიგნად დაიდო. სპეციალურად ჩაგვიყვანეს იქა და კითხეს როგორა თია რეგიონში სამედიცინო უზრუნველყოფა. იმიტომ რომ სანიტარული დალანკარგია ჩემი მონაცემები არ არის. ევროპაში განლაგებული ნატოს ექიმთა ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში ომის შემდგომ და 0.2% იყო. როგორ იყო ჩვენი ქმედება სამხედრო მედიცინისა და ჯანდაცვის სამინისტროს ურთიერთ ქმედების შედეგად მოხდა ეს ყველა. ომის დროს სამხედრო მედიცინამ ჩვენ თავზე ავიღეთ მთელი ბრძოლისველი და ბრძოლისველი საკეთ რაც იყო ეს უკვე ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურა იყო. ძალიან რთულია ეცით გახსენება და არ აღზრდობთ ხომ კითხეს. გადაგშენებთ. ვერ გეტყვით. აი ვგრძნობ იმას რომ რაღაც შევძელით ამ ქვეყნის მე და ჩემო კოლეგებმა რაც ომები გადადგა საქართველოს. ვიღაცის გული დაამწოფრა დღესაც თქვენი ეთერი და ბოდიშობთ ყველას ვისი შვილიც ორია მევარჩი.